მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში იმყოფება. ის ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მიხაილ გიმპულს შეხვდა. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად არჩევნებამდე 4 დღით ადრე მოლდოვის მმართველმა გუნდმა სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვია. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს სწორედ არჩევნების მოტივით მოლდოვაში რუმინეთის და ევროპის რამდენიმე ლიდერის ვიზიტი გადადეს. შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და მიხაილ გიმპუმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც გიმპუმ საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის უმაღლესი ჯილდოთი რესპუბლიკის ორდენით დააჯილდოვა ქართულ-მოლდოვური ურთიერთობების გაღრმავებისა და 2010 წელს მოლდოვაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა ვლადიმერ ფილატს და მასთან ერთად ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. სააკაშვილი დიმიტრი ჩიკონსაც შეხვდა, ადამიანს, რომელთან ერთადაც ის 1986 წელს ჩეხეთ-უნგრეთის სასაზღვრო გამშვებზე მუშაობდა. ამ წუთებში კი პრეზიდენტი კიშინიოვის მახლობლად მდებარე ობილენში იმყოფება, სადაც მისი ინიციატივით სტიქი დაზარალებულთათვის ქართული სოფელი შენდება. სოფელში გაიხსნება საქართველოს ქუჩა, რომელზეც ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით 9 სახლი აშენდება. სიახლოვის ნიშანია. ჩვენ დაგვაახლოვა ისტორიამ, ცუდი და კარგი მომენტები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაახლოებს ერთიანი ევროპული მომავალი. მოლდოვას აქვს ევროინტეგრაციის შესანიშნავი პერსპექტივა. მე ესაა დავბრუნდი ბრიუსელიდან. მქონდა მრავალი ორმხრივი შეხვედრა ნატოს სამიტის პარალელურად. მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან და სხვებთან. გამოვედი სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე. უნდა ითქვას, რომ არაწევრი ქვეყნის პრეზიდენტს ევროპარლამენტისთვის ორჯერ არასოდეს მიუმართავს. ეს უდიდესი პატივი იყო საქართველოსთვის. ეს კვირა კი სასიამოვნო ნოტით კიშინევში ვიზიტით სრულდება. ჩვენ ყველა შეხვედრაზე დავინახეთ, რომ ისე როგორც არასოდეს მოლდოვას აქვს უდიდესი პერსპექტივა სწრაფად მოახდინოს ევროპასთან ინტეგრაცია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოხდება შეთანხმება მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ. ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში სერიოზული დახმარების გაწევაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის არც ერთი ქვეყანა არ დგას ჩვენთან ისე ახლოს, როგორც მოლდოვა. არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმაზე მეტი შანსი, ვიდრე მოლდოვას. ჩვენ თქვენ გულშემატკივროთ და გვაქვს პრაგმატული ინტერესი, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან ეს წარმატებას მოიტანს ჩვენთვისაც, უკრაინისთვისაც და საერთოდ ყველასათვის. მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ვადგენ ჩემს პოლიტიკურ კალენდარს სხვა ქვეყნების შიდა კალენდრის მიხედვით. უკაცრავად თუ კი ჩემი მოლდოვაში ვიზიტი წინა საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მე ჩამოვედი აქ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ეს უპირველესად მოლდოველი ხალხის მხარდაჭერაა. ცხოვრება ქვეყანაში არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება და ჩემი ამოცანა ამ ისტორიულ მომენტში ერთს მხარი დაუჭირო. რაც შეეხება 2005 წელს, მე არავისთვის მიბიძგებია ვინმესთვის ხმა მიეცა. ეს არ არის ჩემი ფუნქცია. თქვენ ეტყობა, ჩემზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ, რომ მე მთების გადადგმა და მოლდოვაში არჩევნების მოგება შემიძლია. ეს ასე არ არის. ასე არ ვფიქრობ და არც არასოდეს ვფიქრობდი. არჩევანს მოლდოველი ხალხი აკეთებს. ერთადერთი რამ, როგორც კურიოზი აღვნიშნე, რომ 2005 წელს რუსეთმა მკაფიოდ გვირჩია, არ ჩამოვსულიყავით მოლდოვაში. ვინც რა უნდა თქვას, რაც არ უნდა მიგვითითონ, ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არაფერს დავაყენებთ. დიდი მადლობა დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს მოლდოვას გაუწია. ასევე იმ ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. საქართველოს და მოლდოვას ერთი საერთო მიზანი და ამოცანა აქვს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროინტეგრაცია.